უცხო არავისთვისაა, რომ სიმღერის პოპულარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თანხლები მუსიკალური ვიდეოა. თანამედროვე მუსიკალური ვიდეოები სწორედ მარკეტინგული იარაღის სახეს ატარებენ და ხელს ჩანაწერების გაყიდვების ზრდას უწყობენ. იმის მიუხედავად, რომ მუსიკალური ვიდეოების ისტორია გაცილებით ადრე იწყება, მათი ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური საათი 80-იან წლებს უკავშირდება, როცა MTV-მ საბოლოოდ განსაზღვრა თუ როგორი უნდა ყოფილიყო კლიპის ფორმატი. მას შემდეგ არაერთი ტრეკის შთამბეჭდავი ვიზუალი იქმნება, რომელთაგან არის ისეთებიც, რომელთა გადასაღებად სოლიდური თანხები დაიხარჯა. დღეს სწორედ ისტორიაში უძვირფასეს მუსიკალურ ვიდეოებზე მოგიყვებით, რომელთა გადაღებაც მილიონობით დოლარი დაჯდა. მეხუთე ადგილი Guns N' Roses Estranged, ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარი. ეს კომპოზიცია Guns N' Roses ნამუშევრებში ხანგრძლივობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა 9 წუთითა და 46 წამით. რაც მუსიკალურ ნამუშევარს გამოარჩევს, არის გიტარისა და პიანინოს სოლოები. კლიპი ბერლინშია გადაღებული, მათ შორის ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც ვოკალისტი Axl Rose არსებითად ერთადერთი ადამიანის პერსონაჟია. ჯადოსნური დელფინებით, სრული ზომის ნავთობის ტანკერით, თვითმკვლელობის მცდელობით, ვერტმფრენის საშუალებით ოკეანის ტალღებში გადარჩენით, გაბრაზებული ზღვიდან ამოსული გიტარისტ Slash-ითა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ჰიტ სიმღერისთვის დაახლოებით 6 განსხვავებული აქტით და წარმოუდგენელი გიტარის სოლოებით. ასეთი სპეცეფექტების ინვენტარის დაქირავებისა და კლიპის სიდიდიდან გამომდინარე, მისი გადაღება ორჯერ ძვირი დაჯდა შედევრალურ November Rain-თან შედარებით, რომელიც იგივე ალბომშია გამოქვეყნებული. მეოთხე და მესამე ადგილი Madonna's Bedtime Story და Express Yourself, ბიუჯეტი თითოეულის 5 მილიონი დოლარი. პოპ მუსიკის დედოფალ სიაში კიდევ ვიხილავთ, მანამდე კი მისი ორი ნამუშევარი უნდა განვიხილოთ. Bedtime Story არის ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული სიმღერა Madonna's კარიერაში. იგი გამოვიდა 1995 წელს მისი მეექვსე სტუდიური ალბომიდან Bedtime Stories და იყო მისთვის ახალი მუსიკალური მიმართულების საწყისი, რადგან მელოდია უფრო ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა და შეიცავდა ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. მისი რეჟისორი სამი გრემის მფლობელი მარკ რომანეკია, რომელმაც ფემინური ვიზუალები სურეალისტურ ვიზუალებს მოარგო და შთაგონების წყაროდ ანდრეი ტარკოვსკის სტალკერი და სერგეი ფაროჯანოვის ბროწეულის ფერი გამოიყენა. ვიდეოკლიპი ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ვიზუალური ხასიათები, რომლებიც წარმოადგენდა ფანტასტიკასა და რეალობას შორის საზღვარს. ვიდეოში ჩანს მადონა, რომელსაც არანორმალური და ფუტურისტული სამოსი აცვია, რაც აძლევს სიმღერას დამატებით კოსმოსური იერსახეს. თუ კი ინფლაციას გავითვალისწინებთ, კლიპის შექმნამ 10 მილიონ დოლარსაც გადააჭარბა, ვინაიდან სიმღერის წარმოებაში გამოიყენებოდა სინთეზატორები და ციფრული მელოდიური ტექნიკა, რაც მის ერთ-ერთ საინტერესო ელემენტად იქცა. 90-იანი წლების მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო მრავალფეროვანი, განსხვავებული და ფუტურისტული ჟღერადობა, რამაც ვიდეორგოლი დასამახსოვრებელი გახადა. რაც შეეხება Express Yourselves, მისი ვიზუალის შემქმნელი ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ფინჩერია, რომელმაც 1927 წელს გადაღებული გერმანული კინოშედევრის მეტროპოლისზე დაყრდნობით შექმნა კლიპის გამოსახულება. სიმღერის მთავარი შთაგონება არის ქალის გაძლიერება, რომელიც მოუწოდებს მანდილოსნებს არასოდეს დაკმაყოფილდნენ უმაღლესი საფეხურის გარდა სხვა პოზიციით და მოუწოდონ პარტნიორებს გამოხატონ თავიანთი შინაგანი გრძნობები. ვიდეო ასახავდა ქალაქს, რომელიც სავსეა მაღალი ცათამბჯენებითა და რკინიგზის ხაზებით ბნელ ქარიშხლიან ღამეს. მადონამ ითამაშა მომხიბლელი, ჯაჭვით შემოსილი მაზოხისტი ქალბატონის როლი, სადაც დაკუნთული მამაკაცები მისი მუშების როლში მონაწილეობენ. გადაღების მომენტში ის ყველაზე ძვირადღირებული კლიპი იყო ისტორიაში, თუმცა ამ რეკორდმა მხოლოდ 6 წელი გასტანა. ბიუჯეტი და ხარჯები კლიპის ვიზუალური ეფექტების, ტანსაცმლის დიზაინის, სპეციალური ეფექტების და კინემატოგრაფიისთვის საჭირო რესურსებისთვის საკმაოდ მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, კომპოზიციამ უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და მომღერლის ტურნეების განუყოფელი ნაწილი გახდა. მეორე ადგილი Madonna Die Another Day, ბიუჯეტი 6.1 მილიონი დოლარი. Madonnas რომ ძალიან უყვარს გადატვირთული მუსიკალური ვიდეორგოლების შექმნა, ეს უკვე ცხადია, თუმცა ეს ისეთი შემთხვევაა, რომლისთვისაც თანხა ნამდვილად არ უნდა დანანებოდა. ვინაიდან ნაწარმოები 2002 წლის James Bond-ის ფილმის მთავარი მუსიკალური თემაა. მასზე მუშაობისას ტრეკმა მრავალი ცვლილება განიცადა. მას შემდეგ, რაც Madonna-მ ნახა ფილმის საწყისი ვერსია, მან სიმღერა კიდევ ერთხელ დაადაპტირა მის თემასთან, რომელიც აღწერილია როგორც ადამიანის ეგოს განადგურების მეტაფორა. ვიდეოში Madonna თამაშობს ჯეიმს ბონდის კლასიკურ მეწყვილე გოგონას, რომელსაც თავგადასავლებით სავსე პრობლემების გადაჭრა მოუწევს. ამასთანავე ვიდეოში მკაფიოდ აღინიშნება ტექნოლოგიური ეფექტები, რომლებიც აძლიერებს სიმღერის პოპ ელემენტებს. მუსიკა არა მარტო ფილმის განუყოფელი ნაწილი გახდა, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოპ სიმღერა, რომელიც ახალ კონცეფციებს თავაზობდა მსმენელს. მან უმაღლეს პოზიციებს მიაღწია ჩარტებში და მადონას სახელზე კიდევ ერთი წარმატება ჩაწერა, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია არა მარტო მოერგოს ყველანაირ ჟანრებს, არამედ გაბედულად ექსპერიმენტულად გადადგას ახალი და განსხვავებული მუსიკალური ნაბიჯები, რომლებიც თავად განსაზღვრავენ იმ დროს მომავალი კულტურული ტენდენციების ფორმირებას.
პირველი ადგილი მაიკლ და ჯანეტ ჯექსონი, Scream, ბიუჯეტი $7 მილიონი. Scream არის აგრესიული საპასუხო სიმღერა, რომელიც მიმართულია ტაბლოიდურ მედია საშუალებებსა და მათ მიერ 1993 წელს მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული ბავშვთა სექსუალური ძალადობის ბრალდებების გაშუქებაზე. ტექსტი წარმოადგენს ემოციურ გათავისუფლებას და რეაქციას იმ საზოგადოებრივ და პირავ ძეწოლაზე, რომელსაც ორივე ხელოვანი განიცდიდა. სიმღერა აგრესიულად და ძლიერად გამოხატავს იმაზე საუბარს, რომ ხალხი ხშირად არასწორად აფასებს მათ ცხოვრებას. კომპოზიცია გამოხატავს სიბრაზეც, რომელიც იმ დროს მედიაში ნაჩვენები პაპარაცების, სკანდალების და პირადი ცხოვრების ყურადღებას ეფუძნებოდა. ზოგადად კრიტიკოსთა შორის მოწონებული იგი დადებითად შეადარეს მაიკლ ჯექსონის სხვა სიმღერებს. შესაბამისი მუსიკალური კლიპი რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად შეფასებულად. ვიდეო მოიგო 3 MTV და Grammy-s ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის. CGI ეფექტებისა და მნიშვნელოვანი ვიზუალური გამოსახულებების წყალობით მისმა შექმნა $7 მილიონი ღირებულებას მიაღწია, რითაც ის გინესის რეკორდებში მოხვდა, როგორც ყველა დროის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე მუსიკალური ვიდეო. თუმცა რეჟისორმა მარკ რომანეკმა უარყო ეს მიღწევა და განაცხადა, რომ ორი სხვა მუსიკალური კლიპი იმავე ეპოქიდან მილიონებით მეტი ღირდა ვიდრე Scream-ის კლიპი, რაც ფაქტებით არ დასტურდება. Billboard-ის 37 წლიან ისტორიაში Scream-ი გახდა პირველი სინგლი, რომლის დებიუტი შედგა ამერიკის Billboard Hot 100-ის მეხუთე ადგილზე. 2009 წელს მაიკლის გარდაცვალების შემდეგ ჯენეტმა შეასრულა სიმღერა MTV-s დაჯილდოების ცერემონიალზე და პატივის მიგებასთან ერთად ხაზი გაუსვა თავისი ძმის უკვდავ მემკვიდრეობას.